და ისევ საქართველოს ჰაიდელბერგ ცემენტმა კონკურსის ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობა კარიერებზე მეორე ტურში გასული 5 კანდიდატს სამახსოვრო დიპლომები გადასცა. კონკურსის მთავარი მიზანი ჰაიდელბერგ ცემენტის კირქვის კარიერებზე ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და ხელშეწყობაა. გამარჯვებულები ჟიურის წევრებმა გამოავლინეს, რომლის შემადგენლობაშიც გარემოს დაცვის მინისტრი და ეკოლოგიის ინსტიტუტის სპეციალისტები შედიან. მთლიანად კონკურსში მონაწილეობას 18 ქვეყნის წარმომადგენელი იღებს. საპრიზო თანხა პირველ ადგილზე გასული კონკურსანტისათვის 30,000 ევროა. ის რაც სტატისტიკას ვნახეთ, ის რომ საქართველოს ყველაზე აქტიური იყო საზოგადოება, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ახლა არის დრო, როდესაც კარგი კომბინაცია, როგორც მეწარმეების მხრიდან, ასე სახელმწიფოს მხრიდან და რაც თავარია საზოგადოების მხრიდან მგზავრობა. პროექტის მთავარი მიზანი იყო ჰაიდელბერგ ცემენტის კარიერებზე, კირქვის კარიერებზე მიღება რაც შეიძლება მეტი საინტერესო იდეებისა და საპროექტო წინადადების, რომელიც დაგვეხმარება და ხელშეუხობს საბოლოო ჯამში კარიერებზე ბიომრავალფეროვნების განვითარებას. ქართული